ჩვენ შეიძლება არ მოგწონდეს ჩვენი უახლოესი ადამიანის ქცევა. ჩვენი დედმამიშვილის, ჩვენი შვილის და ჩვენი მშობლის. ხდება ასეთი და გასაკვირი არაფერი. და მან კი არ მხარეზე ვამახვილებდე ყურადღებას. თუმცა ის სიძულვილით არ ხდება. იმიტომ რომ ის ძალიან მიყვარს. ჩემი შვილის მან კი არ მხარეებზე არ ვისაუბრებ ისეთ ადამიანთან, ვისაც არ ვენდობ. ვისაუბრებ ისეთ ადამიანთან, ვინც ვიცი რომ სწორად გამიგებს, მით ანაგრძნობს და წინარ დამახვედრებს სიტყვას. მაგრამ აი სხვა ადამიანს რომ განვიკითხავ, ამას ვაკეთებ ყველა ადამიანთან. განა ადამიანის საქციელის შეფასებაა განკითხვა, არა, არამედ სიძულვილით შეფასება. სიძულვილით და გულხვარწყლიანობით რომ ვარ მე ადამიანის მიმართ და რომ მინდა რომ სხვის თვალშიც დაკნინდეს ეს პიროვნება, აი ეს არის განკითხვა. თორემ როგორ შეიძლება ვთქვათ რომ მშობელი რომ შვილის მანკიერებებზე საუბრობს, სიძულვილით არის გამოსჭოლული, არა. მან იცის ვისთან საუბრობს, რატომ საუბრობს და მას უნდა რომ უბრალოდ ამ ემოციისგან განთავისუფლდეს, ვიღაცას გაუზიაროს თავისი ტკივილი, მაგრამ როდესაც სიძულვილით მოქმედებ, ამ დროს ეგ მიზანი არ გაქვს, არამედ მაგ დროს მიზანი გაქვს, რომ ის ადამიანი, ვისაც საუბრობ, მაქსიმალურად დააკნინო აი ამ ადამიანების თვალში, ვისთანაც საუბრობ.